საქართველოს ბანკის ფონდი სიცოცხლისხე 2008 წლიდან ზრუნავს საზოგადოებისთვის აქტუალურ სოციალურ საკითხებზე. გასული წლის განმავლობაში ფონდმა განახორციელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, განათლების, ეკოლოგიისა და სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები. ადაპტირდა საქართველოს ბანკის 10 სერვის ცენტრი. 50-ზე მეტ პირს გადაეცა ეტლები და გადაადგილების სხვა დამხმარე საშუალებები. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გაიხსნა ბიბლიოთეკა. მოეწყო ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე. მათი მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი. სრულად განახლდა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი. დაუნის სინდრომისა და ქველმოქმედების მსოფლიო დღეებთან დაკავშირებით შეიქმნა ვიდეო როლები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ინკლუზიური საბავშვო ღონისძიება და გაეშვა პლატფორმა შეცვალე ხედვა. საქართველოს ბანკის თანამშრომლები ჩაერთნენ სოციალურ აქტივობებში. მათი ინიციატივით შეიქმნა ურთიერთდახმარების ფონდი. შეუერთდნენ კამპანია მოვლას. სიცოცხლის ხის ელჩის სტატუსით განახორციელეს ინკლუზიური პროექტები. მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო რბენაში. სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რის შედეგადაც შეიქმნა 5 სოციალური საწარმო და დასაქმდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. საქართველოს ბანკის ფონდმა სიცოცხლისხემ განათლების მხარდაჭერის მიზნით სრულად დააფინანსა 50 სტუდენტის განათლება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ჩივნიგის სასტიპენდიო და ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. ასევე სოციალურად დაუცველი 100 აბიტურიენტი ელექტრონული პლატფორმა ნებულას დახმარებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უფასოდ მოემზადა. ფონდი აგრძელებს ეკოლოგიაზე ზრუნვას. დაინერგა ახალი საბანკო მომსახურება ელექტრონული ქვითარი, რომლის საშუალებითაც ქაღალდის გამოყენება 50%-ით შემცირდა. საქართველოს ბანკის სათავო ოფისში განთავსდა 40 მწვანე ტომარა. შეგროვდა და გადამუშავდა 1500 კილოგრამზე მეტი ქაღალდი და შედეგად გადარჩა 27 ხე. საქართველოს ბანკის ფონდის სიცოცხლისხე თქვენი თანადგომით მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სოციალურ საკითხებზე ზრუნვას.